ქალბატონი ბოჭორიშვილი ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ციტირებ, დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. აი ამას ამბობს ივანიშვილის საგარეო მინისტრი, ვისმა ხელისუფლებამაც მიზანმიმართულად მოკლა ანაკლიის პორტის პროექტი, რის გამოც საქართველომ უკვე დაკარგა ეკონომიკური განვითარების 7 სრული წელი, რის გამოც საქართველო არ არის კონტინენტების დამაკავშირებელი კარიბჭე, რის გამოც საქართველოს სულ მალე გვერდს აუვლის ალტერნატიული ტრანზიტული გზა და რის გამოც საქართველო არ არის ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის კორიდორის ნაწილი. აი ეს არის ქოცური საგარეო პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია საქართველოს წინააღმდეგ და რუსული ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ გვახსოვს რეჟიმის ლიდერების 10-ზე მეტი განცხადება, რომ იწყება პორტის მშენებლობა, მაგრამ რეალობა მოწმობს, რომ არაფერი არ გაკეთებულა ამ დრომდე. ამ რეჟიმის და ბოჭორიშვილის მემკვიდრეობაა, რომ თბილისს ყველაფერში აჯობა ერევანმა და საქართველო გადაიქცა იზოლირებულ ჭაობად. როდესაც იგივე ბოჭორიშვილი დღეს საუბრობს შეკავშირების პოლიტიკაზე, ეს არის ქოცური სტილის უნიჭო ტრაგიკომედია და მეტი არაფერი. შეკავშირების პოლიტიკა არის ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც გაატარებს ახალი ეროვნული მთავრობა, როგორც კი ქართული ხალხი მოიშორებს ამ ანტისხეულს სახელად ქართული ოცნება. ამ პოლიტიკის პირველი ნაბიჯი იქნება ანაკლიის პორტის დაუყოვნებლივ აშენება ამერიკული და ევროპული კაპიტალის მონაწილეობით და მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პროაქტიული ჩართულობით აი ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთო კავკასიურ საქმეში. თუმცა დუბროვნიკის კოლონადა ამით არ შემოიფარგლება. ბოჭორიშვილი აგრეთვე ამბობს, კიდევ ერთხელ ციტირებ, რომ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე. არა, მაგრამ თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმთან კარიერისტული მიწებების მაგიერ მეტი რომ გემეცადინა და ცოტა მეტი წაგეკითხა, გეცოდინებოდა, რომ საქართველოს მულტივექტორული პოლიტიკის ყველაზე ცუდი და მაჩანჩალა მაგალითია და თქვენ ბრძანდებით ამ მაჩანჩალა მაგალითის სახელოვანი, თუმცა არც ისე სახელოვანი სახე. რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც ქოცური რეჟიმის ყველა ეგრეთ წოდებული პარტნიორი საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ხმას გაეროში. რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საგარეო ინვესტიცია. რას ნიშნავს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა, როდესაც არ გაზრდილა საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა. მე გეტყვით, რას ნიშნავს ნამდვილად წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა. ეს ნიშნავს გეოპოლიტიკურ სასწაულს სახელად ერევანი, რომელიც ეწევა ეროვნულ ინტერესსა და პრაგმატიზმზე დაფუძნებულ სუვერენულ საგარეო პოლიტიკას. იზიდავს ინვესტიციებს, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, სტუმრად იღებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ევროპული კავშირის ლიდერებს და ამავე დროს სამეზობლოში ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. აი ეს არის მულტივექტორული პოლიტიკის გამოხატულება განსხვავებით ქოცური ეგრეთ წოდებული მულტივექტორული პოლიტიკისგან, რომელსაც ვერც მულტი და ვერც ვექტორი ვერ შექმნა, ვერც ახალი პარტნიორები ვერ შექმნა და ძველი და ისტორიული სტრატეგიული პარტნიორები ხელახებით მოსპო. ამ ქოცური ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკის შედეგი არის ამ ქვეყნის რეპუტაციის წყობა, ინვესტიციების მოკვლა, ღარიბი ერის უარესად გაღარიბება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის რადიკალური შემცირება, მეგობრების მტრად და მტრების მეგობრებად შერაცხვა. აი ეს არის ქოცური ანტისაგარეო პოლიტიკა, რომელიც თითოეულ ქართველს უშვება ძალიან ძვირი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ როგორც ერი ბრძოლას იმისთვის, რომ ეს მავნებელი ანტიქართული რეჟიმი მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩანაცვლეს ქართული ეროვნული ხელისუფლებით, რომელიც გაატარებს მართლაც პრაგმატულ და მართლაც ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის და პოლიტიკური წინსვლის საწინდარი. მადლობა.